და პარასკევი დღის ტრადიციით შოთა ტყეშელაშვილი გვერდება საქმეის საღამოს მაგიდასთან და მოგახსენებს გასული კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ბიზნეს მოვლენებზე. შოთა, საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ. საღამომშვიდობის. სავალუტო რეზერვების ზრდა და სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებული ამბები ბოლო კვირეები არის ჩვენი ყურადღების ცენტრში. მიმდინარე კვირაში რა იყო ეს გამორჩეული სიახლე, რაც შეგვიძლია მაყურებელს გავაცნოთ პარასკევს საღამოს. დიახ, გავიგოთ, რომ სექტემბერში 224 მილიონი დოლარით გაიზარდა საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა და მან 5 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის 2023 წლის აგვისტოს შემდეგ და ამ მატებას ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი არის ის, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს დოლარის შესყიდვას, ხოლო მეორე კი ის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ღირებულება გაიზარდა, ხოლო სების რეზერვებში არსებული ოქროს საფასური შესაბამისად გაძვირდა მთლიანობაში ოქროსთან მიმართებით გასულ თვეში 91 მილიონი დოლარით გაიზარდა ეროვნული ბანკის რეზერვებში არსებული ოქროს ღირებულება გასულ თვეში, ხოლო სების მიერ დოლარის შესყიდვა დაახლოებით 100 მილიონ დოლარს აღემატებოდა. მთლიანობაში მივიღეთ ვითარება, რომ რეზერვები ერთ-ერთ პიკურ მაჩვენებელს დაუახლოვდა და თუ კი კვლავ გაგრძელდება შესყიდვები, სავარაუდოდ მომდევნო თვეში კი პიკურ მაჩვენებელზე გავა. კი ბატონო, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზიც უნდა ვახსენოთ, არა მარტო საქართველოში, მსოფლიო ბანკმა რეგიონის ქვეყნების პროგნოზის გაახლა 7% იყო ჩვენი წინა პროგნოზის შედარებით იყო ზრდა, ამასთან დაკავშირებით ეს თქო მეტი რომ მოუყვეთ მაყურებელს რის საფუძველზე ეს თქო გაზარდა ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმა. დიახ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გადახედა. 1.5%-ით არის ამ მიმართულებით დაფიქსირებული ზრდა. იმ მაჩვენებელთან, რაც თავდაპირველად იყო პროგნოზირებული და წელს 7%-ს მოელის მსოფლიო ბანკი საქართველოში. ანალოგიური პროგნოზი აქვს აზიის განვითარების ბანკს, EBRD-ს და IMF-ი 7.2%-ს ვარაუდობს წელს საქართველოს ეკონომიკაში. ხოლო მომდევნო წლისთვის 5.5% აქვს მსოფლიო ბანკს პროგნოზირებული. ამჟამად არსებული პროგნოზები ასე ნაწილდება. შოთა, ასევე ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბიუჯეტის შესრულების გეგმაზეც, როგორც ვიცით, 9 თვის ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა ვერ არის ისე შესრულებული, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა მიმართულებით არის ჩავარდნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გამოიწვია რეალურად ის, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდა სათანადოდ. დიახ, როგორც ფინანსთა სამინისტროს ანგარიში მიუთითებს, 100 მილიონი ლარის ჩამორჩენა არის რამდენიმე ძირითად გადასახადში, საერთო ჯამში არის დანაკლისი მოგების გადასახადის მიმართულებით, DGG-ს მიმართულებით, ასევე აქციზის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვით მიმართეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომლის განმარტებითაც წელს მოგების გადასახადის გეგმასთან შედარებით ნაკლებად შესრულება განპირობებულია იმით, რომ მთავრობა უფრო მეტ მოგებას მოელოდა საბანკო სექტორის მიმართულებით, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებლები ამაზე ნაკლები არის. DGG-ს მხრივ გიორგი კაკაურიძის განმარტებით ეს კლება განპირობებულია იქიდან, რომ იმპორტი არის ზრდება იმ მოცულობით, რაც თავდაპირველად ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს ნავარაუდები, ხოლო ვიცით, რომ საქონლის იმპორტი 18%-იანი DGG-ი იბეგრება, ხოლო აქციზთან დაკავშირებით კი სამინისტროს განმარტება არის ის, რომ რადგან წელს გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზი, გასული წლის ბოლოსვე დაარეზერვეს თამბაქოს კომპანიებამ მნიშვნელოვანი მარაგები შექმნეს და წელს იმ მასშტაბის შესყიდვები აქციზური მარკების აღარ განუხორციელებიათ. ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ამ გადასახადებში არის კლება, თუმცა გადაჭარბებით სრულდება საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებელი, ასევე სხვა გადასახადების პარამეტრები. თუმცა თუ კი აღნიშნული მიმართულებით არ იქნებოდა ზრდა, წელს ბიუჯეტის 9 თვის შესრულების საგადასახადო პარამეტრები 100 მილიონი დოლარის დანაკლის განიცდიდა. მადლობა, შოთა, კვირის შეჯამებისათვის. შოთა ტყეშელაშვილი იყო ჩვენთან ერთად პარასკევის ტრადიციით. აქამდე უკვე მოგახსენეთ.